მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით და პირველ რიგში მინდა ყველას გაგიზიაროთ თქვენი მწუხარება, ვიზიარებ საქართველოს მთლიანად მწუხარებას, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ერთობლივი ყველასი დღევანდელი მწუხარება. ძალიან მძიმე დღეები არის ეხლა ეს 3 დღე და თან არის მარხვის პერიოდი, რომელსაც დაემთხვა ეს ძალიან მძიმე პატრიარქის გარდაცვალება და ჩვენ ყველანი ერთად ამას ვგლოვობთ და მე მგონი რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს ისტორიაში ეს დღეები, როცა ჩვენ ნამდვილად ვგრძნობთ რომ ვართ ერთი ქვეყნის შვილები, ერთი ერის შვილები და განვიცდით ერთად ერთ და იგივე რამეს. ეს არ არის ორიგინალური მომენტები ქვეყნის ისტორიაში, ჩვენ უფრო ვიცით დაპირისპირება, ვიცით დაყოფა და ეს მოყვება და გვასუსტებს ისტორიულად და გვასუსტებთ დღეს, მაგრამ ვიცით ასევე ასეთი დღეები, როცა ერთმანეთს უერთდებით და ვართ უფრო ძლიერები. და ის რაც დავინახეთ ამ დღეებში, ეს უზარმაზარი ნაკადი ხალხის, რომელიც ჩუმად მორიდებულად მიდის და პატივს აგებს პატრიარქს, არის მისი უდიდესი დამსახურება. იმიტომ რომ მისი ცხოვრების ალბათ მთავარი მიზანი, მთავარი მიღწევა არის და იყო ის, რომ აღადგინა ეკლესია და აღადგინა ერთიანი ქართული საზოგადოება რწმენით. ჩვენ ერთიანი ვერ გავხდით პოლიტიკურად, ბევრი გვაშორებს ამისგან, მაგრამ ეკლესიის ირგვლივ ეს ერთობა შეიკრა და ეს არის პატრიარქის მთავარი ერთ-ერთი მიღწევა. ეკლესია, რომელიც მანამდე ამ 70 წლის საბჭოთა წნეხის ქვეშ პრაქტიკულად აღარ არსებობდა, იყო ფორმალობა და ეს ფორმალობა გადააქცია ცოცხალ ეკლესიად, რომელმაც ასევე როგორც ეს იყო ისტორიული დანიშნულება ჩვენი ეკლესიის, რომელიც გახდა ჩვენი დამოუკიდებლობის ღერძი ამ ძალიან რთულ პერიოდში, რომელიც მოყვა უშუალოდ დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ასევე პატრიარქის მიღწევა და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის, რომ 90 წელს აღიარებინა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ჩვენი ავტოკეფალია. ეს იყო მისი უდიდესი სურვილი და ეს არ იყო მარტივი ამისი მიღწევა წლების თუ არა საუკუნეების მანძილზე ჩვენ ამას ველოდებოდით და ამისი მიღწევა იყო ძალიან მნიშვნელოვანი პატრიარქისთვის პიროვნულად და მართლაც მისი პიროვნული ძალისხმევის შედეგი იყო ესა, მაგრამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენთან ასე არის, რომ ეკლესიის ავტოკეფალია და სახელმწიფო დამოუკიდებლობა განუყოფელი არის და ამითი ვართ ჩვენ ძლიერნი. და ეს უნდა კარგად გავიგოთ და შევიგნოთ. ამიტომ არ შეიძლება რომ დღეს მე არ გამოვხატო ძალიან დიდი წუხილი იმის შესახებ თუ რა დატრიალდა სწორედ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელიც მზად იყო და ეს უშუალოდ ვიცი, მზად იყო და მოდიოდა იმისთვის, რომ წირვა აღევლინა, რაც იყო ბუნებრივი გამომდინარე ერთი კანონიკიდან, მაგრამ მეორე მათი ურთიერთობიდან, ანუ პატრიარქის და კონსტანტინოპოლის პატრიარქის შორის, რაც არსებობდა წლების მანძილზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანი ასევე არის და იქნებოდა ქართული ეკლესიისთვის, მისი ადგილისთვის მსოფლიოში, მსოფლიო ეკლესიებთან შორის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პატრიარქისთვის, ამას ყოველთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ამას ალბათ უფრო მეტი მნიშვნელობა და მეტი ყურადღება უნდა მინეჭებული ყოფილიყო. ის რომ ეს გარდაიქმნა
ჯერ იმაზე, რომ წირვას აღარ აღავლენს და მხოლოდ მონაწილეობას მიიღებს წესის აღდგენაში, ეს არის სრულიად გაუგებარი, რას ნიშნავს სხვათა შორის, სხვებთან ერთად თუ მარტო ვერ გავიგეთ კარგად და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება, იმიტომ რომ ჩვენ ეკლესიისთვის კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ვიყოთ აღიარებული, ვიყოთ ნაწილი და არა ერთ-ერთი ნაწილი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკლესია ამ ეკლესიათა შორის, იმითი რომ ვართ ერთ-ერთი პირველთა შორის და ეს არ უნდა დაიკარგოს. ძალიან დიდი პატივი არის, რომ ჩამოდის მსოფლიო პატრიარქი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი და ჩვენ ამას უნდა პატივი ვცეთ ყველანაირად და მე მგონი ეს არის განწყობა მოსახლეობის და ამ განწყობასაც უნდა ძალიან დიდი ყურადღება მიანიჭოს ყველამ, ვინც ამ ორგანიზაციას წინ უძღვება და უნდა ვიცოდეთ რა იქნებოდა პატრიარქის სურვილი ამ შემთხვევაში, პატრიარქის, რომელისთვის სწორედ ეს მომენტი მისი ისტორიის, მისი პირველივე წლების ავტოკეფალიის აღდგენა იყო ყოველთვის ახსენებდა ამას კიდევაც, იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფურცელი ამ მისი ძალიან გრძელი და ძალიან წარმატებული ისტორიის, როგორც ჩვენი ქვეყნის პატრიარქის იმ ყველაზე რთულ პერიოდში, როცა მან გამოიყვანა საქართველოს ეკლესია საბჭოთა კავშირიდან, ასე ვიტყოდი, აღადგინა საქართველოს ეკლესია, როგორც ცოცხალი ეკლესია, როგორც ძლიერი ეკლესია, ძლიერ საქართველოსთვის. ჩვენ ჯერ არა ვართ ის ძლიერი საქართველო, რომელზედაც ის ოცნებობდა და რომელზედაც ის ლოცულობდა მუდმივად და ამისი იმედით ნამდვილად წავიდა, ეს იმედი არ დაუტოვებია და ჩვენ ვართ ყველანი ვალდებული, რომ ვიყოთ ერთად კვირას, არ ვიცი ვის შეგვესწრება, ალბათ თვით პატრიარქის სურვილი იქნებოდა, რომ ყველა საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო სწორედ იქ, იმიტომ ესეც იქნებოდა რაღაცა ნიშანი ერთობის მის ირგვლივ. ამ ყველა რაღაცა პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა და ეს იყო მისი მთავარი დამახასიათებელი, რასაც უნდა გაუწიოთ, მე მგონი, ანგარიში. მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს, ვის ექნება საშვი და ვის არა, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთნი კვირას, იმიტომ ეს იქნება ჩვენსგან, ყველასგან ყველაზე დიდი ნიშანი იმისი, რომ ჩვენ მას პატივს ვცემდით და ჩვენ გავიგეთ რისთვის იყო მოსული ჩვენ შორის და რა იყო მისი მთავარი მიზანი. ასევე ყველა ნაბიჯი, რაც შეიძლება იყოს იმ დღეს გადადგმული, რომელიც სწორედ მიძღვნილი იქნება აქითკენ, ერთობის, მშვიდობის, ერთმანეთის სიყვარულისკენ, ეს იქნება შეწყალება იმ ადამიანების, რომლებიც სრულიად უსამართლოდ და ეს პატრიარქმა ძალიან კარგად იცოდა, შეიძლება ვეღარ ამბობდა, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა და ეს იქნებოდა მისი თუ სურვილი რამეს ნიშნავს, მისი იმ დღისთვის სურვილი ასეთი ალბათ ექნებოდა კიდევაც, რომ არავინ არ დარჩენილიყო, რომელსაც არ ექნებოდა საშუალება, რომ მისთვის პატივი მიეგო, მოსულიყო სამებაში, იმიტომ რომ ყველანი ვართ მისი შვილები და ამისთვის ვართ ძალიან მადლიერები და ვიქნებით, იმიტომ რომ პატრიარქი დარჩება ჩვენ ისტორიაში და ჩვენ იქ არ ვიქნებოდი დღეს, სადაც ვართ, ალბათ კიდევ უფრო ბევრად რთულ დღეში და მძიმე დღეში, თუ არა პატრიარქი. მე ვისურვებდი, რომ ვინც მოვა მერე შეძლოს, რომ გააგრძელოს ამ გზის ნაწილი მაინც დასაწყისში, არ დაყოს ეს ეკლესია, არ დაყოს საქართველო, არ გაყვეს ისეთ გზას, რომელიც იქნება ჩვენი დასუსტების და დაყოფის გზა. ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ რაღაც მითითებებს, რაც შეიძლება მოდიოდეს
ერთ სხვა ეკლესიიდან, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ავტოკეფალია და ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი გზა და ეს გზა არის ის გზა, რომელზედაც დაგვაყენა პატრიარქმა, როცა გამოვედით თავისუფალ მოედანზე და ამ თავისუფალ მოედანზე გვატარა როგორც შეძლო, როგორც ჩვენ შევძელით, იმიტომ არ იყო ადვილი ჩვენი ტარება სადმე, ყველა მას კარგად გაიგებს, მაგრამ გვატარა დღემდე და ჩვენც აქედან წინ ვივლით და ვივლით სწორ გზაზე. მე დღეს კითხვებზე არ გავცემ პასუხს, ეს არ არის ამის დრო, ეს გლოვის დღეები, მინდოდა მხოლოდ თქვენთან გამეზიარებია ჩემი ემოციები დღევანდელი, ჩემი მოსაზრებები და მინდოდა მეთქვა, რომ მე თქვენთან ვარ ამ წუხარებაში, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს. დიდი მადლობა.